მე ვარ მიში კოდოლიძე 10 წლის. ვსწავლობ მეორე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა რაგბი, ფეხბურთი და ხატვა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს რაგბი. ჯერ არ დავდივარ და ვაპირებ შესვლას. ეზოსთან ახლოს მაქვს სტადიონი, იქ ვითამაშე და მომეწონა. ვთამაშობ შეტევაში და მაქვს ვისწრაფე და ძალა. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 7 ნომრით. ფეხბურთის თამაშიც მიყვარს და კარგად გამომდის. ხან მეკარე ვარ და ხან თავდამსხმელი. მაგას ვერ ვამბობ. თავდამსხმელი. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისება მატაობა. კარში რომ დგავარ, ყველაზე კარგად ვიღებ ჯარიმებს. შეტევაშიც კარგად ვთამაშობ და მიყვარს გოლების გატანა. ჩემს კარიერაში გატანილი მაქვს 117 გოლი. 1 გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. შორიდან ჩამიწოდეს, მივიღე და გოლი გავიტანე. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია რონალდო და საყვარელი გუნდია რეალი. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ მყავს კეთილი კლასელები და კარგი მასწავლებლები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ერეკლე არძენაძე. ყველაზე ჭკვიანია მილენა მამულაძე. ყველაზე მშვიდია ნიკა ზაქარაძე. ყველაზე ცელქია თომან ფუტკარაძე. მე ვარ ყველაზე მეგობრული და სიმპათიური. ამ ეტაპზე შეყვარებული არ მყავს, მაგრამ ბაღში მყავდა. იმ გოგოს იმიტომ დავცილდი, რომ სხვადასხვა სკოლებში შევედით. თორს რომ მოვიყვარ, ვიქნები 25 წლის. ჩემს შვილებს დავარქმევ იოსებს და ნატოს. ჩემს ცოლს დავარქმევ მარის. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ნონა ფუტკარაძე. იმიტომ რომ არის კეთილი გულის და გვასწავლიდა 4 წელი. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე არქიტექტორი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი პოლიციელი. ახლა მინდა ვიყო 18 წლის, იმიტომ რომ ვიმუშავებ არქიტექტურად. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ჩემი და პატარა თუთიყუში. კიდე მინდა მყავდეს ერთი და. ჩემი და არის 13 წლის და ქვია მარი. ის არის ლამაზი, კეთილი და გულ გამხარებელი. ჩემი აზრით, მარი რომ გაიზრდება, გახდება ქიმიის მასწავლებელი. მამიკო არის ჩემსავით სიმპათიური, გულუხვი და მშვიდი. დედიკო არის მზრუნველი, კეთილი და საყვარელი ლამაზი. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემი თვისწავლა. ხატვა დავიწყე ბაღში, როდესაც ვიყავი 5 წლის. ყველაზე ხშირად ვხატავ სახლებს, მთებს და ხეებს. ყველაზე რთულია ავტოპორტრეტის დახატვა და ყველაზე ადვილია მთების დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია შავი და არ მიყვარს ვარდისფერი. ვაგროვებ ჩემს ნახატებს და ახლა მაქვს 15 ნახატი. იმიტომ ვაგროვებ, რომ პარიზში მინდა მოვაწყო გამოფენა. იქამდე გამოფენას სიამოვნებით მოვაწყობდი ჩემს სკოლაში. ბევრი ფული რომ მქონდეს, მივცემდი ღარიბებს და შევინახავდი ჩემი ოჯახისთვის. პირადად ჩემთვის ვიყიდი ვილას და ბოლო მოდელი შავ მერსედეს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაცოცხლებდი ბაბუას და ადამიანებს უკვდავებს გავხდიდი. სამოგზაუროდ დიდი სიამოვნებით წავიდოდი პარიზში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემს მეგობარ ნიკა ზაქარაძესთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია iPhone 17. ბედნიერება არის ოჯახთან ერთად ყოფნა და ცხოველებთან თამაში. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.